დილა მშვიდობისა და როგორც დაგპირდით ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად. დროს რაც შეეხება 9 საათი და 38 წუთია და ჩვენ უნდა ვისაუბროთ თემაზე პოეზიის საღამო ლექსები ფერეიდანზე. ეს არის დღეს ესე იგი ეგზოტიკურ ჩაიხანა გულანშაროში, კავშირი პოეტური ორდენი მარადახალი ქნარი აწყობს პოეზიის საღამოს და აი ამ საღამოს ორი მონაწილე მიხეილ ღანიშვილი და გიორგი ალავერდაშვილი არიან ჩვენი სტუმრები, მაგრამ სანამ ამას ვიტყოდ ერთი სიურპრიზი მაქვს ჩვენი მსმენელისთვის. საკუთარ ლექსებს ფერეიდანზე და ზოგადად სპარსულ თემატიკაზე წაიკითხავენ რობერტ მესხი, გარდა ამ ორი ჩვენი სტუმრისა, ია მშვიდობაძე, ნინი მესხი და გიორგი გაბაიძე, მარი სადღობელაშვილი, ოთარ რურუა და ეკა ტალახაძე, რომელიც არის ჩვენი გადაცემის პროდიუსერი და რომელმაც მთხოვა, რომ არ შემიძლია მოკრძალებული ადამიანი ვარ და არ დაასახელოთ ჩემი გვარდასახელება, მაგრამ მე არ შემიძლია თურმე იმის მიღმა, რომ ამდენს მუშაობს რადიოში, ასწრებს ლექსების წერასაც და ამას აკეთებს სამდაბლურად. მე რო კარგ ლექსებს ვწერდი, აფიშები მექნება და დაკრული მთელს საქართველოში ეკა მას არიღებს და თქვენც ათქვათ გაგაფრთხილა, მაგრამ ჩვენ მაინც ვამბობთ და ეკა მოგესალმებით და დღევანდელ წარმატებულ საღამოს გისურვებთ აქედან პირდაპირ ეთერის საშუალებით. ესე იგი საღამოზე მოწვეული არიან საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლები, ქართველი ირანისტები და მთარგმნელები, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, თარგმანებიც იქნება დღეს აქ დაკითხული, მაგრამ ყველაფერ ამაზე უფრო დაწვრილებით ბატონი მიხეილი და ბატონი გიორგი გაგვესალმებიან. მოგესალმებით ბატონო მიხეილი, მოგესალმებით ბატონო გიორგი. გამარჯობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელ საღამოზე თუ შეიძლება. დავიწყოთ პირდაპირ საღამოს დეტალებზე საუბარი, თუ შეიძლება. როგორ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, როდის დავიწყეთ და რატომ? რამდენი კითხვა დავსვი ერთად. ესე იგი მე დავიწყებ. მინდა გითხრათ, რომ ამას წინათ ილიას უნივერსიტეტში იყო შეხვედრა ჩემთან. იმ საღამოზე მოსული იყო ბატონი გიორგი ალავერდაშვილი და ერთი უცნობი ადამიანი მოიყვანა საღამოზე. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი იყო საერთოდ ფერეიდნელი ქართველი. შემდგომში საღამოს შემდეგ, როგორც წესია, გადავინაცვლეთ მეორე განყოფილებაზე. ბანკეტზეც იყო ეს თუმარი. აი იმ ბანკეტზე, ბეღელ რესტორან ბეღელში იმ ბანკეტზე უკვე ახლოს გავიცანით ბატონი ნასერი, ჩვენი თანამემამულია უკვე ის და აი იმ საღამოზე ვისაუბრეთ ბევრი, რა თქმა უნდა, ფერეიდანზეც, საქართველოსზეც, პოეზიაზეც და აი გაჩნდა უცებ იდეა, რომ გაგვეკეთებინა თბილისში, ჯერჯერობით თბილისში გაგვეკეთებინა პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნებოდა ფერეიდანს და სპარსეთს და სპარსულ ლიტერატურას. ისიც რა, აი ახლა მაშინ თქვენ მეგობართან გადავალ, შეკითხვით, ფერეიდანზე ლექსები, ფერეიდანზე როცა საღამოს აწყობ, ანუ ძალიან ბევრი ლექსი არსებობს, ხო შესაბამისად ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რომ უამრავი ადამიანი წერს ლექსებს ფერეიდანზე. რა თქმა უნდა, კი. და ანუ ეს თემატიკა ძალიან საინტერესოა, ხო? თითქოს ერთი შეხედვით არ უნდა იყოს ძალიან გავრცობილი, მაგრამ თურმე აღმოჩნდა, რომ უამრავი ლექსი არსებობს ფერეიდანზე. რა თქმა უნდა. იცით რა მინდა, ეხლა მე ასე ვიტყოდი რა თავიდან, რომ მე მაქვს საიტი ფერეიდანზე გაკეთებული და იქ მაქვს ერთი ასეთი ქვეთავი ლექსები ფერეიდანზე. რატო დაინტერესდით ამ თემით? მართლა მაინტერესებს. 2005 წელს მე წავიკითხე ერთი სტატია, ეს იყო გელა ზედელაშვილის სტატია, რა უჭირთ ირანში მცხოვრებ გურჯებს. იქ გულისტკივილი იყო ეს მოხსენიებული, რა ჩვენი მას აღარ ვახსოვართ ქართველებს, ჩვენთანო კრუხიო წიწილას რო დაკარგავს დადის და ეძებსო და თქვენო ქართველებსო ჩვენ აღარ გახსოვართო. აი ეს რაღაცნაირად დამკრა თავში, უცებ წავედი საელჩოში, სხვადასხვა ძალიან ადვილად გამოვიდა ვიზა, არც მე არ ვიცოდი და 2-3 დღის შემდეგ უკვე ვიზა მზად იყო და საღამოთი ვახშმობის დროს თქვი რომ აი ხვალ მე მივდივარ ფერეიდანში. ჩემი სული კინახავს კაბინეტ ჩავყოლა და მოვლოდნელ ვისაგან და აი ესე მარტო წავედი ფერეიდანში უბრალოდ იმის გამო რომ აი გვეთქვა რომ ჩვენ ქართველებს თქვენ გახსოვხართ, გვიყვარხართ, პატივს გცემთ და მეტი არაფერი, უბრალოდ მინდოდა ჩავსულიყავი, მე თქვა და ჩამოსულიყავი. მაგრამ იცით რა იყო?
იმდენად დიდი იყო ემოციები, გადაღებული ფოტოები ჩამოვიტანეს, მოგონებები და მქონდა ჯიბით ეს სურათები და ყველას ამას ვეუბნებოდი და ჩემი ბიჭი მაშინ იყო მესამე კურსი არქიტექტურის იმაზე სწავლობდა და მითხრა მამა შენ ისეთი ემოციებითა და იმდენი მითი ხარჯები რომ მოდი რა ერთ პატარა საიტს გაგიკეთებ ატვირთე ეს ყველაფერი ეს ფოტოები ეს შენი მოგონებები და შენს დაისვენებ და ვინც დაინტერესება ყველა ნახავს და აი ეს წამოვიდა ეს გამიკეთა ეს საიტი და მე იცით რა არის აი ამ საიტს ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა მომივიდა უამრავი წერილები ჩვენები მომდიოდა ფერეიდანიდან ირანიდან საზღვარგარეთ გაფანტული ქართველობა ძალიან ბევრი არის ხო აი მათი ეს ჩანაწერები ყველაფერი და უკვე ახლა 173 ქვეთავი მაქვს ჩემს საიტში და უამრავი შთაბეჭდილებები წინადადებები შენიშვნები და ასე შემდეგ და როდესაც ესე იგი აი ეს გადავწყვიტე ცალკე ქვეთავის გაკეთება ლექსები ფერეიდანზე მომივიდა თინათინ მღვდლიაშვილი გერმანიაში ცხოვრობდა მაშინ სხვათა შორის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი იყო მომივიდა კიდევ მალხაზ მესხი ინგლისიდან და აი ეს მასალები ეს ლექსები გავაკეთე ცალკე ქვეთავად მე ვნახე სხვათა შორის ასეთი წერილი მომივიდა სათნოების სახლში მცხოვრები რეზო ბერაძე რომელიც იქ ცხოვრობს ამჟამად არავინ აყავს მაგრამ აქვს მშვენიერი ლექსი ფერეიდანზე გამომიგზავნა მისმა ექთანმა მე მომივიდა საბერძნეთიდან ქალბატონი ნინი მესხიძე მისი ლექსი და იცით რა წამოვიდა ეს ლექსები და დღევანდელი საღამო და მე რომ ვიფიქრეთ აი მე და ბატონმა მიშამ რომ გადავწყვიტეთ საღამოს გაკეთება ჩვენ გვართ გაერთიანებული ერთ-ერთი ლიტერატურული პორტალი ეს არის uragparaki.com და იქ დავდე პატარა განცხადება რომ ჩვენ ვაპირებთ ასეთი პოეზიის საღამოს ჩატარებას ლექსები ფერეიდანზე და იცით რა არის აი რომ მიტყვიან ლექსების გამოხმაურება კი არა ლექსების წვიმა წამოვიდა ნიაღვარი წამოვიდა კარგია ლექსების წვიმას რა ჯობია ერთი არის ლელა ლაჩაშვილი ეს არის ლელა 65 ჩვენთან მითხრა რომ გიორგი აი რა ვქნა რაზე დავწერო და მე მივეცი პატარა ნომადი ბართაიას პატარა მინიატურა ხელის გულზე დახატული საქართველო ეხლა ძალიან მოკლედ ვიტყვი ამას რა ხდება ეს ბატონი ნომადი რომ იყო ჩასული ირანში ეს იყო სპარსულ რომელიღაც უნივერსიტეტში რაღაც კონფერენცია იყო და იცოდნენ რომ იქ იყვნენ ჩასული ქართველები და ერთ-ერთ გოგორნას ფერღზანეს რომელსაც არ ცოდნია ქართული წერა-კითხვა უნდა რომ შეხვდეს ქართველებს ხომ რა გააკეთოს ეხლა გოგომ იქ ქალის ფუნქციები ხო იცით როგორ არის შეზღუდული ხელის გულზე დაუხატია საქართველოს და ეს რომ დამთავრდა კონფერენცია და რომ გამოდიან აი ესე ხელაწეული დგას ხელზე საქართველოს მინის დახაზვა და აი ეს პატარა სიუჟეტი გაუგზავნე ლელას და ნახევარ საათში მირეკავს გიორგი ცით რა ლექსი დავწერე და იქნება შეამოწმოთ აღფრთოვანებული დარჩი იმისთან და ლექსი წამოვიდა შემდეგ აგერ ქალბატონი თამარ ბუკია იცით რა ლექსები დაწერა რობერტ მესხი საერთოდ რო არ ყოფილა 3 ლექსი დაწერა ხალხო ია მშვიდობაძე ბატონი მიხეილი ხანიშაშვილი აი რომელი ერთი თქვა აი ნინი მესხიძე საბერძნეთიდან მიგზავნის ფერეიდანზე ლექსიც რო აი დაждები კაცი და იტირებ კახა ჭლიკაძე იცით რა ლექსები რა და აი ეკა ტალახაძე შეგეძლო ეკ თავიდანვე ეკ სულ თავიდანვე ეს იგი ეკას ქონდა ეგ ლექსი მანამდე დაწერილი სანამ ეს იდეა გაიჟღერებდა uragparaki-ზე ეს ეკას ლექსი და კიდე რამდენიმე ავტორს ქონდა და მე ეხა მინდა 5 წუთი გავაჩერო ჩვენი საუბარი და მანამ მინდა ვთქვა ერთი რამ უამრავ ქვეყანაში არსებობენ ქართველი ემიგრანტები რომლებიც ძალიან სწრაფად ჩვენ და სამწუხაროდ ვერ ქართველობენ იქ ვთქვა საფრანგეთში, თქვათ იტალიაში, თქვათ ამერიკაში, ავიწყდებათ ენა, შვილებმა ძალიან ცოტა მიცის მათ ფერეიდანში, სადაც რა ვიცი, რამდენი საუკუნის წინ წავიდნენ. ყველა ლაპარაკობს ქართულად, ეს არის ჩემთვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფერეიდნელი ქართველების ხვიდან და მე ხა მინდა 5 წუთიანი ჩანაწერი შემოგთავაზოთ, რომელიც სხვათა შორის ეკამ გააკეთა შარშან და მინდა რომ განწყობა მოვიტანოთ ფერეიდნელი ქართველების შესახებ. სიამოვნებით.